დღეს ამ საინტერესო სახლის შესახებ უნდა მოგითხროთ. მადჰათ ტალახის ქოხი. ასე ქვია ამ საოჯახო სასტუმროს, სადაც ერთი ღამის გათენება მოგვიხდა. სახლს დაგათვალიერებინებთ და ქალბატონსაც გავესაუბრები ჩვენს მასპინძელს, რომელიც აი ამ სახლის აშენების ისტორიას მოგვითხრობს. ვისაც გაინტერესებთ გამოუსადეგარი ნივთებისგან შექმნილი სახლის ისტორია, გააგრძელეთ ყურება, ვისაც არა და შეგიძლიათ ასკროლოთ. საოჯახო სასტუმრო აშენებულია თიხისა და ქვიშის ნარევისგან. ბალახიც დაუმატებიათ სიმაგრისთვის. ეს ფერადი სამზარეულოა. ნახეთ რა ფერების გამაა. ძალიან ნელა ვიღებ, რომ რამე არ გამომჩეს. თქვენ კი დეტალურად და გულიანად მინდა დაგათვალიერებინოთ ეს ყველაფერი. თიხისგან აშენებული კედლები მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო, ჩაატანეს ფერადი ბოთლები და სარკეები. რამაც ვფიქრობ, რომ მართლა გამოაცოცხლა და უფრო საინტერესო გახადა თლიანი სახლი. ახლა მისაღები ოთახი დავათვალიეროთ, ამ კარებით მოვიხიბლე. ძირითადად იასამნისფერი და ვარდისფერი ფერები ჭარბობს ამ ინტერიერში. ლურჯიც აქტიურად არის გამოყენებული. აი ამ დიასახლისის მიერ დახატული ეს სურათიც ძალიან უხდება ამ ინტერიერს, რა სიტყვით. სახლში შემოსასვლელი მთავარი კარი მწვანეა და მის გვერდით კედელზე ჩატანებულია მწვანე ბოთლები, რომელიც მე ვფიქრობ კიდევ უფრო მეტად ახალისებს ოთახს. რაც შეეხება საძინებელს, გადაწყვეტილია იასამნისფერში, თუმცა კედელზე ნახავთ ჭარბობს მწვანე ფერიც. ძალიან მიხარია, რომ ასეთი წარმოსახვის უნარი აქვს ჩვენს დიასახლის და ამასთანავე არის ძალიან მეგობრული, ბავშვებმა ძალიან მარტივად გამონახეს საერთო ენა მასთან. აი ამ სამზარეულოს თვალს ვერ ვაშორებ და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, სანამ ზედა სართულზე აგიყვანთ და გაჩვენებთ, აი უბრალო მარტივი ხის სტრუქტურაა გაკეთებული კიბეთ, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ აქ გამოყენებულ ბუნებრივ მასალებს რაღაცა განსაკუთრებული სიმყუდროვე შემოაქვთ სახლში. ზედა სართულზეც კედელში ჩატანებულია ფერადი ბოთლები, ლურჯი და მწვანე. ფანჯრის მინები მოხატულია ულამაზესი ჩიტებით, რომელიც ქმნიდნენ რაღაცნაირ არარეალურ სამყაროს, მეგონა რომ ზღაპარში უნდა დამეძინა. აი იმდენად რეალობისგან შორს ვიყავი ამ სახლში ყოფნით. ახლოდანაც მინდა გაჩვენოთ, თვალს ვერ ვწყვეტავ მე და მინდა რომ თქვენც დადგმეთ ამ ყველაფრით. ამ ყველაფერმა მე პირადად დამაფიქრა ფანტაზია რა არის ადამიანის ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი, რას არ გაგაკეთებინებს, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს პატარა ტალახის ქოხი ასეთი ლამაზი შეიძლება ყოფილიყო. იმდენად მოხიბლული ვარ ამ სახლით, რომ დაუსრულებლად ვიღებ კადრებს და თან თქვენც გიზიარებთ. შემოსასვლელში ჭაღი რა ლამაზია, თვითონ გვეტყვის დიასახლისი, რითი გააკეთა ეს ყველაფერი. თქვენი მასპინძელი გამოირჩევა განსაკუთრებული უნარით ბავშვებთან ურთიერთობის საღამოს, წიგნებიც გამოიტანა და ბავშვებს მოთხრობებიც წაუკითხა. თან ისეთი შვილები მყავს, ძალად შეგაყვარებენ თავს. A silly, slimy, smelly, hairy book. He popped! He died! აგერ ამ ძაღლმა რა გვიქნა, 1 კილოგრამი კუპატი მოიპარა და დაგვტოვა 2 ნაჭერი სტეიკის ანაბარა. ვიტიროთ თუ ვიცინოთ, გრჩევია ვიცინოთ. ახლა კი გიზიარებთ ჩვენი მასპინძელი ქალბატონის პატარა ინტერვიუს, რომელიც მოგვითხრობს ამ სახლის აშენების ისტორიას. The walls are built out of clay. It's like 99% clay. I mix the clay and the sand, like 1 bucket of clay to 3 buckets of sand. Then we put grass in it. So it gives it like tensile strength. So we started and then I moved in before it was quite finished. Because it's like an ongoing project, you know, Okay. we do a bit more and a bit more. 1 year, 2 years? It wasn't more than 1 year. It was, More than 1 year. It was, maybe let's say 9 months. You know, anything I needed just turned up. Like people came and they helped me, and I needed somebody to build the structure there, the steps and things. And there was a guy in town that was fabulous, and he came and he did that. And
You know, so wherever I needed help, I got it. It was really amazing. That's Very much a community kind of effort. The nice thing about this was that because it's not a style, it's a very organic process. So whatever you get and you like, you can just incorporate into the house. Like using bottles, you get a whole lot of wine bottles, and then you think, well, now what? You know, and so we made that bit of wall there with wine bottles and found their place. You know, you don't sort of design it on paper and then stick to it. It's a very organic process. So you suddenly, somebody comes and brings you something and you think, now where will that go? Like this duck up here. Yes. And this a friend of mine made, and the legs are sticking outside. So it looks like he's flying through the wall. Some of it I did like this. I did this painting, and then I did that portrait over there at the bottom of the stairs. Did that portrait, and then under the stairs there's a charcoal drawing which I did. და ბოლოს ვკითხე რა რჩევას მისცემდა მას, ვინც ახლა გადის აი ამ სახლის მშენებლობისა და ინტერიერის დიზაინის Not პროცესებს. to go with the flow, not to sort of think, oh no, I didn't design it like that, it must look like this, or this was just such a wonderful free thing. And when I look around, so many of my friends have got part of what this house is. You know, it's Hazel's painting and just all sorts of different things that come from great people. Never had to go out and decide how it's going to look and buy, you know. Those things hanging there, you see that looks like a chandelier. What is it? Yeah, I wanted to ask That's you. sea glass from the west coast, from picking it up on the beach where my brother lives, and on the west coast. So I should actually put a light in it. I must actually put a light in it after all these years. So აი ახლოდან რომ გაჩვენოთ ამ ჭაღზე საუბრობს, მინის ნატეხები მოაგროვა სანაპიროზე და იმისგან შექმნა ეს სილამაზე. როგორც მითხრა, გათხოვილი არასოდეს ყოფილა და არ ჩვილები ყავს. მთელი ცხოვრება ჩემს მიზნებს და ოცნებებს მივუძღვენიო, ასე მითხრა. ხოლო ბავშვებთან მიდგომის განსაკუთრებულ უნარს ჩემს პროფესიას უნდა ვუმადლოდეო. ეული განათლების სპეციალისტია ჩემსავით. people like you coming here is such an adventure for me. You know, you bring this energy and interest, and Okay. I just wish we had more time. I'd love to know more about China. Okay. But so come back. Definitely Come and tell me more. back. We will. Thank you so much. No, that's with pleasure, and just enjoy your Christmas. Thank you, thank your you. relaxing holiday. Thank I hear you. the coral. Who won? Did you win? AJ-სთან თამაშობდა. You won. აი ამ ჯოხებით. Come, AJ, we're gonna go now. Bye bye, AJ. Bye. I'm listening. And you must tell your mommy and daddy to come back another time. See? Okay. Okay. Yay. კი ზღა დამჩენია, შემდეგ ვლოგამდე დაგიმშვიდობოთ. მიყვარხართ.